მე ვარ თაკო რობაქიძე, ფოტოგრაფი. ფოტოაპარატი 11 წლის ვიყავი, რომ პირველად ჩემი შეგროვებული ფულით ვიყიდა კამერა და ძალიან ბედნიერი ვიყავი და მარტო ეგ მაინტერესებდა, მაგრამ მაშინ ფოტოგრაფობას არ ვფიქრობდი საერთოდ. ფოტოდოკუმენტალისტობა საკმაოდ გვიან გადავწყვიტე. სპორტსმენი ვიყავი მანამდე, მთაში გავიზარდე, ზაფხულშიც მთაში ვიყავი, ზამთარშიც და რო ჩამოვედი, რატომღაც მინდოდა ისეთი პროფესია ამერჩია, სადაც ადამიანებს რითიც ადამიანებს დავეხმარებოდი და მათ უფლებას დავიცავდი და ჩავაბარე საერთაშორისო სამართალზე. აი უკვე მაგ დროს ფიქრობდი, რომ ხო არ შევცვალო ჩემი პროფესია და ხომ არ ჯობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარო. მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ მე მგონი ეს ჩემი პროექტები ძალიან დიდ კავშირშია ჩემ, ასე ვთქვათ, პირველად პროფესიასთან. იმიტომ რომ ყველა არის სოციალურ-პოლიტიკური, ყველა არის რაღაც კონკრეტულ პრობლემაზე, რომლის გამოსწორებაც ძალიან მინდა, თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო ხვდები, რამდენად დროში გაწელილია რაღაც კონკრეტული შედეგის დანახვა და ამასთან შეგუება არის უმძიმესი. შეგუება არა, უბრალოდ ამის გაცნობიერება არის ძალიან მძიმე. იმიტომ რომ ჩემთვის ის ადამიანები, ვისაც ვუღებ, ძალიან ძვირფასები ხდებიან. და სულ მინდა ხოლმე, რომ აი ხვალვე შეიცვალოს მათი ყოფა, ან თუნდაც ერთ თვეში, მაგრამ ბოლო 11 წელია ყველა ჩემი ნამუშევარი არის ოკუპაციის თემაზე და შესაბამისად მისი გამოსწორება ასე მარტივად არ გამოვა და ძალიან გული მკივა ხოლმე ამის გამო. ხანდახან აღარც მჯერა ჩემი პროფესიის და ვეღარ ვხვდები აქვს თუ არა აზრი დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე კიდევ უფრო. დიდად საუბარი არ მიყვარს. შესაბამისად, აი ფოტოგრაფია არის ჩემთვის აი ჩემი განცდების და სურვილების და ფიქრის გამოხატვის საშუალება ვიზუალურად. თემას ვარჩევ ძალიან და მაწუხებდეს და ჩემთვის იყოს მნიშვნელოვანი და ემოციური. ვიღაცის დაკვეთით არასდროს არ ვაკეთებ, შეიძლება რაღაც მედია გამოცემისთვის ეს მოკლე რეპორტაჟი გავაკეთო, მაგრამ ეს თემები, ეს გრძელვადიანი თემები არის ყველა ჩემი და მე რასაც ვთვლი, რომ არის მნიშვნელოვანი, მაგაზე ვმუშაობ და მაგაში ვდებ მე მთელს ჩემს ენერგიას, იმიტომ რომ თუ არ გაინტერესებს და მარტო იმიტომ გინდა რაღაცის გადაღება, რომ ასე ვთქვათ, დღეს პოპულარულია ან კარგად გაყიდვადია, მე ვერ ვაკეთებ, ვერ გავაკეთებ. ან ვერ ჩავდებ ამ ჩემ განცდებს და ემოციებს. ყოველი მომდევნო პროექტი ბევრად უფრო რთული არის, ვიდრე წინა იყო. ალბათ იმიტომ, რომ ამდენი წელი ძალიან მძიმე ისტორიებს ვისმენ, რომელიც ილექება ჩემს ცნობიერებაში და დიდ გავლენას ახდენს ჩემზე. ხასიათიც კი შემეცვალა პირველი პროექტიდან დღემდე, ან ჩემი ხასიათი ბევრად უფრო მძიმე და ასე ვთქვათ, სევდიანი გახდა. მაგას გეუბნებოდი, რომ შედეგს ასე ცხადად ვერ ხედავ და ყოველი მომდევნო პროექტი და ჩემი როგორც გითხარ ბოლო 11-12 წელია უკვე რუსეთის ოკუპაციაზე ვმუშაობ და დაუსრულებელი არის ეს იმდენი კუთხე აქვს და იმდენი რამის ახსნა არის საჭირო იმისთვის რომ ადრე ვფიქრობდი რომ საერთაშორისო საზოგადოება გაიგოს, მაგრამ აღმოჩნდა რომ
საქართველოს მოქალაქეებსაც არ აქვთ ინფორმაცია იმაზე თუ დღეს რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და რას აკეთებს რუსეთი. შესაბამისად, წლებია უკვე ვისმენ იზოლებით გადაადგილ პირთა ისტორიებს აფხაზეთის რეგიონიდან, ცხინვალის რეგიონიდან, ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა სოფლებიდან და რთულია იმასთან შეგუება, რომ გავიდა 10 წელი თუ 11 თუ 12-დან ყველაფერი ანისია, ან ბევრად უფრო უარესად. ამ ნამუშევრს ქვია სახურავი ტყითაა დაფარული და მოგვითხრობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანების ცხოვრებაზე. როგორ ცხოვრობდნენ მანამდე, მერე 30 წელი. მაგალითად, მათი უმეტესობა 30 წელზე მეტი ცხოვრობდა ეგრეთ წოდებით დროებით თავშესაფარში, სხვადასხვა საბჭოთა კავშირის დროინდელ სანატორიუმში, სასტუმროში, ზოგი ადამიანი სკოლების შენობაში, ბაღების შენობებში და რაღაცა ერთ-ერთ ფოტოშიც არ ჩანს ეს ნომერი, სასტუმროს ოთახის ნომერი და რაღაცა შეგეუბნებათ ახლის ძიებაში ვარ და თხრობის სხვა მეთოდზე მინდა გადავიდე. რაღაცა ეს დასაწყისი იყო, ასე ვთქვათ. ან ეს არის მიწა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან არის, საკუთარი ეზოდან ჩამოატანინა თავის ახლობელს და მას მაჩვენებს და აქ რაღაცა მიწა ჩავყარეთ. ამ ქალბატონს შვილი აფხაზეთის ომში დაიღუპა და მისი ფოტო უდევს სულთან. რაღაც პატარ-პატარა სიმბოლოებით დავტვირთე ეს გამოფენა. ბოლო პროექტი, რომელსაც ქვია აკრძალული ენა, არის ქართული ენის აკრძალვაზე ოკუპირებულ აფხაზეთში. 2021 წლიდან არც ერთ აღარ არსებობს ქართული სკოლა. ქართულად ვეღარ სწავლობენ ბავშვები და მშობლიური ენა გადაიქცა უცხო ენად. ხალხს ეგ უფრო მოქმედებს, იცი, აი შენ რო ხარ გულწრფელი და რო ხედავ რომ შენც მართლა ასე განიცდი და უბრალოდ სამუშაო არ არის და სამსახური არ არის და შენი ცხოვრება არის, მგონია რომ უფრო მეტად მიდის ეს ამბები მათ გულებამდეც, ესეთი განცდა მაქვს. მინახავს კიდეც ეს. საერთოდ დღეს მგონია, რომ ფოტოგრაფიას, ოღონდ უფრო ფოტოჟურნალისტიკას სული დაკარგული აქვს. აღარ მუშაობს. ერთ-ერთი მიზეზი არის ზუსტად ეგ, რომ ძალიან კომერციული გახდა. ძალიან ცნობილი მედია საშუალებაც რო აიღო, აღარავინ აღარ გაძლევს რაღაცა 2 კვირას ან 1 თვეს, მით უმეტეს წელს და 2 წელს. 1 დღეში, 2 დღეში, 3 დღეში უნდა გააკეთო რაღაც პატარა რეპორტაჟი და გაუგზავნო. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, რომ მაგაში იყოს ეს გულწრფელი ემპათია და სული. რაც ახლა უკვე ჩემი თვალით ვნახე ეს ცვლილება, აი მაგალითად არის ასეთი სოფელი ორსანტია, რომელიც ესაზღვრება ოკუპირებულ ოტობაიას. სადაც არასდროს არ იყო მავთულხლართი. ახლა ვიყავი ანაკლიაში და მაინც აი მიყვარს მაგზით დაბრუნება ზუგდიდში, ძალიან ლამაზი გადასახედია და ახლა ვნახე რომ იქ მავთულხლართია გაბმული. ანუ ასეთი მასალა მაქვს, არა მარტო თქვათ სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის ტერიტორიაზე გადაღებული, არამედ ცხინვალის რეგიონთანაც.
რითიც მე შემიძლია ვთქვა, არ ვიცი, მომავალ თაობას ან ვაჩვენ რომ აქ არასდროს ყოფილა. არანაირი მავთულხარეთი, არც საზღვრის აღნიშვნელი ნიშნო არაფერი. თუმცა, აქციებსაც სულ ვიღებ და მართლა ძალიან დიდი მასალა მაქვს, რომელიც არც გამოქვეყნებულა და არც დამიდია არსად. ფოტოგრაფია ვითარდება საქართველოში. ერთადერთი, რასაც მე ვერ ვხედავ და მგონია რომ მაგის ნაკლებობა, ეს არის გრძელვადიანი სოციალურ-პოლიტიკური ნამუშევრები. ახალგაზრდები არ მუშაობენ ამ თემებზე, ან უფრო მეტად მუშაობენ, ასე ვთქვათ, პოპულარულ ამბებზე. ამაზე გული მწყდება, რთულია, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ რთულია და ჯერ ამისთვის მზად არ არიან, მაგრამ თუ არ დაიწყებენ, ვერასდროს ვერ მივლენ იქამდე, რომ შეიხსნან, რომ ახლა მზად ვარ და მოდი ამაზე ვიმუშაოთ. მე ამაზე მწყება გული. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც აკლდება ჩვენ ქვეყანას ამით. სულ რასაც ვეუბნები და დღესაც ვახსენებ, ჩემი სტუდენტი ერთ-ერთი ძალიან აქტიურად მუშაობს და იღებს, ეს არის სულ გახსოვდეს საკუთარი უსაფრთხოება. ეს არის ნომერ პირველი და ის გახსოვდეს, რომ შენ თუ რამე დაგემართება, შენსავით ვეღარავინ ვერასდროს მოყვება ამ ამბავს.